ნურის ზღაპრის მონაწილეები გავხდებით. სტუდია იმერეთის ხმა რომ ყოველი წლის ბოლოს უწყობს ბავშვებს. აუ, ისე ვიცეს გული როგორც მაშინ. მეც იგივე კაცდა და მეუფლა. რა პატარები ვიყავით, დედიკოებმა რომ მოგვიყვანეს პირველად სტუდია იმერეთის ხმაში. ნამდვილად, 5 წლის ვიყავი და პირველად უნდა შემესრულებინა ქართული სიმღერა სცენაზე. რამხელა პასუხისმგებლობა იყო. თუმცა, ჩვენი სტუდიის პროფესიონალი მასწავლებლების წყალობით, ჩვენ გადავლახეთ სენიშიში და პირიქით, სიამოვნებად ვექცა ყველა კონცერტი. ხო და ჩვენ ახლა ისე გავერთეთ, მისალმებაც დაგვავიწყდა. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო. დღეს ჩვენ სხვა ამპლუაში წავსდგებით თქვენს წინაშე. კონფერენციე სანდრო აბესადე და ულამაზესი მარიამ მაზანაშვილი. სანამ ცელերը ჩვენი სტუდიის პატარა ჯგუფის ბავშვებს მოვიხმოთ, 2-4 სიტყვით მათ სასიამოვნოდ დაკერთხულ წელზე და მნიშვნელოვან წარმატებებზე ვისაუბროთ. სტუდია იმერეთის ხმა 2018 წელს დაარსდა ქუთაისში და უკვე 8 წელია, როგორც ჩვენი ქალაქის, ასევე იმერეთის სხვადასხვა ქალაქის მომავალი თაობის მუსიკალურ განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს მათ მუსიკალურ გემოვნების ჩამოყალიბებასა და მნიშვნელოვან სწორად აზროვნებაში ეხმარება. სტუდიის ახსავსმდელებმა ამ წლების განმავლობაში არაერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწიეს, როგორც სოლო, ისე საგუნდო მიმართულებით. მარტო რანინა რადგეს ჩემო ძვირფასებო, თან როგორი ტემპი. ზედიზედ 2 წელიწადი. ჩვენი სანდრო აბესაძე და თომა თურქაძე. ჯერ 3000 ბავშვიდან შეარჩიეს. შემდეგ კი სანდრო ფინალში, ხოლო თომა ნახევარფინალში გახდათ. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქუთაისიდან ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში ჩვენი ქალაქის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ და თან ასე წარმატებულად. საკუთრივ საზოგადოების მიერ ჩატარებულ ეროვნულ კონკურსში კი, რომელიც გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სტუდიის საესტრადო გუნდმა ნათია ეგუტიძის ხელმძღვანელობით ოქროს მედალი დაიმსახურა, რაც გასწულია ჩვენი პედაგოგების მაღალი პროფესიონალიზმის. სოლო მიმართულებითაც კი საუკეთესო სოლისტი გოგონა მარიამ მესხაძე დაჯილდოვდა. წინ უამრავი გეგმაა და ბჯერა ყველაფერს ხორცს შევასხამ და ბევრი სიურპრიზის გველოდება. ქალაქის სასკოლო ოლიმპიადაზეც უნდა გითხრათ, რომ ზედიზედ 2-ჯერ მარიამ მაზანაშვილმა და ნიტა ხმელიძემ პირველი ადგილი მოიპოვეს, თეკლა მელაძემ კი ჟიურის სიმპათია დაიმსახურა. არაერთხელ იყო წარმოდგენილი სტუდია სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. TV პირველზე, პოსტივიზე, იმედზე და რუსთავი 2-ზე. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ბავშვები ყოველთვის ცოცხლად მღეროდნენ აკომპანიმენტის თანხლებით. მე მეამაყება, რომ ამ სტუდიის წევრი მქვია. ჩვენი ბავშვების, გალამაზების, ამ სტუდიის დაფუძნებისა და ყველა წარმატებისთვის თქვენი აპლოდისმენტების ფონზე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სტუდიის დამაარსებელ ბექა ბანძელაძეს. ასევე დიდი მადლობა შესანიშნავ ადამიანსა და პროფესიონალს ნათია ეგუტიძეს. ის შრომასა და ენერგიას დებს ბავშვებში და სწორედ ამიტომ ვიღებთ რამოდენიმე წლის მუშაობის შემდეგ მსგავს შედეგს. მან სტუდიაში ბავშვებს შეაყვარა საგუნდო მუსიკაც და გახლავთ სტუდია იმერეთის ხმის საესტრადო გუნდის ხელმძღვანელი. თბილისში გამართულ საგუნდო კონკურსში ქალბატონმა ნათიამ დაიმსახურა საუკეთესო ქორმაისტერის წოდება. აპლოდისმენტები მას. მადლობა ჩვენს პედაგოგს, უნიჭიერესა და უმშვენიერეს. ყველა კონკურს, კონცერტსა თუ სატელევიზიო ეთერში ჩვენ გვერდით ყოფ კონცერტმაისტერს სალომე სიზილაძეს. ჩვენი ყველა მიღწევა და ლამაზი დღე ამ შესანიშნავი სამეულის ერთობის, პროფესიონალიზმისა და სიყვარულით ნაკეთების საქმის შედეგია. მადლობა თქვენ. მაშ ასე ვიხაზოთ წუნდები. ცოტა ხნით გთხოვთ გვერდზე გადადეთ მობილურები, ან დააყენეთ უხმო რეჟიმზე, მოყალათით და ისიამოვნეთ. დატკბით გემოვნებიანი სიმღერებით, რადგან დღეს დაუვიწყარ კონცერტს პირდებით. გთხოვთ აპლოდისმენტებს ნუ დავიშუროთ. მაშ ასე, თქვენს წინაშეა სტუდია იმერეთის ხმის 2026 წლის შემაჯამებელი კონცერტი. ხოთ აპლოდისმენტები არ გაიშუროთ. და ერთად გავამხნევოთ თითოეული მონაწილე, რომლებიც პირველად შემოაგიჯებენ დღეს სცენაზე. შევეგებოთ ლილუ აბრამიძეს,
ის ფარდას გახსნის ულამაზესი საბავშვო სიმღერით. მას კი სცენაზე მარტო არ უშვებენ ჩვენი სტუდიის ბავშვები, რომლებიც სიმღერასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად ცეკვავენ. შევეგებოთ! რა ლამაზად გაიხსნა ფარდა არა? მაგრამ დრო მეტი სინათლე შემოვიტანოთ. სცენისაკენ მოემართება ვაჩა ჩხარტიშვილი და თავისი სიმღერით ჯადოსნურ ლამპიონებს აართებს. შევეგებოთ. Lampi
ანია შალამბერიძე გავიფხელს საიდუმლოს. თუ რა ხდება მაშინ, როცა ამ ლამპიონების ნათება ჩაქრება. გთხოვთ ნია. საბავშვო სიმღერას შეასრულებს ნია კოხოძე, რადირა თენდება. აპლოდისმენტები. სანდრო, ნიაცად მოყავს მეგობრები, რომ უფრო ლამაზი სანახაობა შემოგთავაზონ. შევედეგოთ.
ბრავო! ჩვენი კონცერტის მომდევნო მონაწილე ნიცა ცნობილაძე ისეთ განთიადზე იმღერებს, ცად აზიდულ მთებს რომ გადახედავ და გეძლევა ძალა. სიმღერით მოიარო მთელი საქართველო, ხოთ! სანდრო, ალბათ დამეთანხმები. არ არის მარტივი. ცოცხლად შეასრულო სიმღერა და თან ბენდთან ერთად. მართალი ხარ, მარიამ? მაგრამ მინდა გითხრა, რომ სწორედ ეს დიდი გამოცდილება დამეხმარა პროექტ რანინაში ყოფნისას. აქვე მადლობა უთხრათ ჩვენს ბენდს. შესანიშნავი პიანისტი და ჩვენი სტუდიის მასწავლებელი სალომე სირბილაძე. აპლოდისმენტები. დრამი გიორგი ვარდანიძე. გიტარა გივი შალამბერიძე. ბას გიტარა კახა ჩხაიძე. აპლოდისმენტები. მადლობა თქვენ დღევანდელი დღის გალამაზებისთვის. ახლა კი შემდეგ მონაწილეს ვუხმობთ სცენაზე, რომელიც უკვე მეორე წელია დადის სტუდიაში და წელს უკვე ბენდთან ერთად შეასრულებს ყველასათვის საყვარელ სიმღერას დაილოცოს საქართველო. თქვენს წინაშეა ეფემია ნოსელიძე, შევეგებოთ. აპლოდისმენტები.
аплოდისმენტები არ დავიშუროთ. მარიამ, ბევრი საბავშვო სიმღერა მიუძღვნეს კომპოზიტორებმა. ჩვენს ულამაზეს ქვეყანას არა? ასეა, რადგან იგი მართლაც რომ აქარგულ-ჩაქარგულია. თითქოს ფერადი ძაფებით არის მოქსოვილიო. ამას ყველაზე უკეთ მართა და მარიამ ხაჭაპურიწეები გაგვახსენებენ. შევეძებოთ. შექმნილი სიმღერების ციკლს ლამაზად დაასრულებენ ვაჟკაცები. იოანე იობიძეს და დათი ტიქორიძეს ვთხოვთ შეგვისრულონ სიმღერა საქართველო ჩემი გული.
სადოსნის საღამოს ჩიტი გვესტუმრა, რომელმაც ყურში მიჩურჩულა, რომ ჩვენკენ მოემართება ლუკა მუხელაშვილის სიმღერა ჩიორა ჩიდო. შევეგებოთ, აპლოდისმენტები არ დავისურვებთ. იხოდა არა იხორა იხო ჩიტი ჩიორა ბრთამალი ნაცარა განობელი პატარა ჰალიაზე როცა გალობდა ურსუგდებდნენ ტყეში ჩიტები ღმერთმა მისცა დაუწყალობა პაწაწილა ფრთები ჩიორა ჩიტო უარს უმეტყვი უარს უმეტყვი ახლა სცენას უთმობთ მარიამ სანთელაძეს, რომელიც ყველასათვის საყვარელ სიმღერას შეგვისრულებს. ინათებს მალე, გავამხნევოთ. Get
და გაათქოს ჩვენი პლანეტა. ეს მისია დაეკისრა ლარიდა ხვადაგიანს და გიორგი სვანაძეს. შევეგებოთ. აპლოდისმენტები. ჩახამზე მოიხდეს და ახლა ის გადაგვრჩენია გავიღიმოთ და პოზიტიური განწყობა ვაქვიოთ ირგვლივ. ამაში კი თავისი სიმღერით დაგვეხმარება ემა აბესაძე. გავამხნევოთ. Gairime,
მადლობა ჩემს მოგვარემას. ამ განწყობის და ღიმილის დანახვაზე სოსანიც კი გაიშალა. მოდი მოусმინოთ მარიამ დიაკონიძეს სიმღერით სოსანი. შევეგებოთ. ჩვენმა მომდევნო მონაწილეებმა მეგობრებთან ერთად კვლავ ჩვენ წარვტაც დედაბუნებას უნდა უფერონ. გავამხნევოთ გოგონები მარია ჯაჯვანი და ბარბარა ლომიძე. Masen
მღერიან ბავშვები. და ახლა კიდევ ერთი პატარა მომღერალი გამოვა ჩვენ სცენაზე, გვანცა გაბრიჭიძე მოემართება ჩვენკენ. ის ყველასათვის საყვარელ სიმღერას საკანელა შეასრულებს. ბენდის თანხლებით. გავამხნევოთ. აპლოდისმენტებს მოდავისურვებთ. მომდევნო სიმღერით გონი მერცხლების ჭიკჭიკსაც გავიგონებთ. სცენაზე ათანასია ბარდაველიძე. შევეგებოთ. ბავშვობაში ხშირია ჯადოსნური ამბები. ხო და? უცებ თუ წვიმის წვეთი დაგეცათ, ჩვეულებრივი არ გეგონოთ. შეიძლება შოკოლადის წვიმა. ანასტასია ჩახუნაშვილს თუ უთმობთ სცენას. თხოვთ. აპლოდისმენტები ანასტასიას.
საში ვისი ხოლმე გამოჩნდა? ვისი მარიამ? ეს ხომ საყვარელი მერი პოპინსია. მას სცენაზე ლიზი ჟორჟოლიანი მოიყვანს. შევეგებოთ. ძალიან კარგად გავერთეთ სახალხო სიმღერები. ახლა კი სცენისაკენ მოემართება მაქსიმე ლაკია. სიმღერით კარგი ხარ გოგო. მაქსიმე, გონი გოგონათა კულებს მალე დაიწყებს სამ სიმღერით, არა? აბა რა. აპლოდისმენტებით გავახსენებთ მაქსიმე. Thank you.
ქუთაისთან რომ ასოცირდება, იმ ყვავილზე გვიმღერებს. გონი გამოიცანი. გვირილა ხო? დიახ, ამ სიმღერას შეგვისრულებს ნუცა აბუთიძე, გავამხნევოთ. აპლოდისმენტები. იგი ნუცა. რომელიც ყველასათვის საყვარელი სიმღერას შეგვისრულებს კინოფილმიდან, ყველასათვის რა, ჩემთვისაც ძალიან საყვარელი სიმღერაა, კინოფილმიდან მანანა. აპლოდისმენტები მანწყოს. She
ლამაზი ქოლგა გიჭირავს ხელში. ნახე როგორი ანტურაჟი ექნება მომდევნო სიმღერას. შევეგებოთ თებეა ბიჭიკაშვილს, სიმღერით წვიმა. იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანად? სიყვარული. კოკო ჩარქსელიანი დაგვირწმუნებს, რომ ეს ცხოვრება სიყვარულით სავსეა. გთხოვთ, კოკო. Do
იმართება. ცოტნე ჭიქაბარიძე და მაქსიმე ლაბაძე. ისინი შეასრულებენ ძმების სიმღერას. შევეგებოთ. აპლოდისმენტები. იმედია ისიამონეთ დღევანდელი ჯადოსნური კონცერტით. ბავშვები თქვენს წინაშე არაჩვეულებრივი ქართული სიმღერით წარსდგენ. გონი მეც მომიდა ვიმღერო. ჰა? რას გიტყვი მარია? ვიმღეროთ, რატომაც არა.
მაგრამ ჩვენი მეგობრების გარეშე როგორ ვიმღეროთ? აქ არიან, მოგიხმოთ სცენაზე. თომა თურკაძეს და ემილია ქვარიანს თხოვთ. ჩვენ კვარტეტი გაიბოთხი შეგისრულებთ სიმღერას ვარდის წყალი. ერთხელ ქუხარი აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ ისინი და მოვიხმოთ სცენაზე, რათა ერთად შევისრულო არჩილ კერესელიძის სიმღერა სახელწოდებით ქართული ვალსი. Ia
მოგესალმებით. ყველას დიდი სიყვარულით და პატივისცემით. არ გადაგკლით. უბრალოდ მინდა მადლობა გადავხადო თქვენი აპლოდისმენტების ფონზე თუ შეგიძლია რაღაც ფონზე. ყველა თითოეულ ბავშვს, თითოეულს, იმიტომ რომ ამათ ეკუთვნის ეს დღე და ბავშვებო გილოცავთ დიდი სიყვარულით და ბედნიერი და წარმატებული მომავალი გქონოდეთ. უღრმესი მადლობა დამსწრე საზოგადოებას, სიტყვასო მშობლებებს, ყველას უბრალოდ გვერდით კომისთვის, და ვინმე გამოგუჩეს. ჩვენს ცეკვის პედაგოგს, ხალბატონ თეკლას ვეხმარებოდი, არ ვიცი შეიძლება საფუძვზე მეც გავუწევ სამეცნიერო ცეკვებში ჩვენს ბენდს, გიორგი ვარდანიძეს, გივი შალამბერიძეს, ახაჩხაიძეს, ხალბატონ სალომე სიბილაძეს, ჩვენს შესანიშნავ პედაგოგს ამასთანავე დღევანდელი დღის გალამაზებისთვის, ხმის რეჟისორებს, ბიჭებო ძალიან დიდი მადლობა უყვებით ყველას, ჩვენს თემო ხითარიშვილს, ოპერატორს, ჩვენს მეგობარს, დიზაინს, ელბი დეკორს, ხალბატონ მარიამ ბრეგაძეს, ყოველთვის ჩვენს გვერდით დგომისთვის, აი ამ ჯგუფის პედაგოგს, ჩვენთვის ყველასთვის უსაყვარლეს ადამიანს, ღირსეულ ხალბატონს და სტუდიის დაარსების დღიდან ჩვენთან ერთად რომ არის იმ ადამიანს, საოცარ პროფესიონალს, ორგანიზ ხალბატონია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ჩვენი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ჩვენს მეგობარს, ბატონ შალვა კირხაძეს, აი ამ დარბაზის მოწესრიგებისთვის, გვერდით კომისთვის, ამ დარბაზის ადმინისტრაციას, ჩემს მეგობარს, მაკაც, ავის შესანიშნავ ადამიანს, ბატონ ვაჟა ჯუღელს, გვერდით კომისთვის და ძალიან დიდი მადლობა ხელოვნებას, ზოგადად ხალხო რა, ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ. აი არაჩვეულებრივ წამყვანებს რა, მამათიეს თუ ხომარამდე იქნება, ჩვენ სანდროს, ჩვენს ვარსკვლავს და ჩვენს ვარსკვლავს, ულამაზეს გოგოს, ჩვენს მარიამ ბაზარაშვილს. დიდი მადლობა ყველას, გელოდებით 6 საათიან კონცერტზე, დიდი სიყვარულით, წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ. მადლობა, გაგაცნობებით.